ბევრი ვერაცნობიერებს რამხელა მნიშვნელობის პროცესები ხდება ახლა ამერიკის აქტივობით, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით თელ დანარჩენ სოფლიოს უწესდება საბაჟო ტარიფები 10%-დან და ზევით, სხვადასხვა ოდენობით. ჩვენ 10% დაგვიწეს. ჩვენ 10%, ჩვენ გაგვიმართლა, სხვებს ბევრი დაუწესეს. მოდი მოусმინოთ არა ტრამპის ამაზე განცხადებას. სავაჭრო ომი დაიწყო ფაქტიურად რა. In a few moments I will sign a historic executive order instituting reciprocal tariffs on countries throughout the world. Reciprocal, that means they do it to us and we do it to them. Very simple, can't get any simpler than that. This is one of the most important days, in my opinion, in American history. It's our declaration of economic independence. For years, hardworking American citizens were forced to sit on the sidelines as other nations got rich and powerful, much of it at our expense. But now it's our turn to prosper, and in so doing, use trillions and trillions of dollars to reduce our taxes and pay down our national debt, and it'll all happen very quickly. With today's action, we are finally going to be able to make America great again, greater than ever before. Oh, ანუ შინაარსი არის. ეს რას ნიშნავს აუხსნათ ახლა? ჯერ ტრამპის განცხადებით აი ახლა ვაწერ ხელს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაუწესებს დანარჩენ მსოფლიოს საპასუხო ტარიფებს, საპასუხოს როგორც ის ნიშნავს იმას, რომ ისინი აქეთ გვიწესებენ, თუმცა არ იყო ეგრე, სხვებს არ ქონდათ ძირითადად დაწესებული, მაგრამ ეგრე გააფორმეს, რომ იქ ჩეტენეს თან ვიზაზე საპასუხო ტარიფებს უწესებ და იმ ძალიან არა თანაბარ პირობებში ყოფნის შემდეგ, როცა სხვები მდიდრდებოდნენ ჩვენს ხარჯზე, აი ახლა ისტორიული დღე გვიდგება, როცა შეგვეძლება შევამციროთ ჩვენი გადასახადები და გავზარდოთ წარმოება და შემოსავალი მივიღოთ აი ამ ტარიფებით და ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გავხადოთ ამერიკა ისეთი დიადი, როგორც ის არასდროს ყოფილა. ეს შეიძლება ითქვას არის თავისუფალი მსოფლიო სავაჭრო შინაარსი, სავაჭრო ეკონომიკის, საბაზრო ეკონომიკის დასასრული. ეს არის მოცემულობა, როცა იწყება ტარიფების ომი ამერიკის მიერ თელ დანარჩენ სოფლიოსთან, ამერიკა წყვეტს იმ ეკონომიკურ მოდელს, როცა სადაც თელ დანარჩენ სოფლიოს თავისუფლად შეეძლო ამერიკის სოფლიოში ყველაზე დიდი და მდიდარი ბაზრის გამოყენება საკუთარი წარმოებით ამერიკის ბაზარზე წარმოების გატანით გამდიდრება, ოღონდ ამის სანაცვლოდ ისინი აღიარებდნენ ამერიკის დოლარს როგორც სოფლიოს სარეზერვო სიმძლავრეს თავარ სარეზერვო რესურსს და ამერიკის ჰეგემონიას. აი ეს მოდელი მთავრდება იმისთვის, რომ ამერიკა მოახერხოს დანარჩენ სოფლიოზე ბარიერების, საბაჟო ბარიერების დაწესებით, არა მომგებიანი გახადოს მათი წარმოებების პროდუქციის შეტანა ამერიკაში და წაახალისოს ამერიკული კომპანიები და სხვა რაღაც კომპანიები, რომლებიც ამის სურვილს გამოთქვამენ, ინვესტიციები გადაიტანონ ამერიკის ეკონომიკაში, იქ დააბრუნონ საწარმოო სიმძლავრეები, თვითონ ავტონომიურად უზრუნველყოს საკუთარი ბაზარი და არა მარტო საკუთარი ბაზარი, იმიტომ რომ ამერიკა საკითხს ისე აყენებს, რომ შენ ნუ მიწესებ ტარიფებს და მაგასაც ავხსნით, საპასუხო ტარიფების დაწესებაზე რეაქცია აქვს, რომ კიდევ უფრო უზრდის ტარიფებს, რომ საერთოდ გავაანადგუროს მოწინააღმდეგის ეკონომიკა და საკუთარ ბაზარზე აწესებს პროტექციონიზმს, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპს აუქმებს ქვეყანაში, თვითონ უზრუნველყოფს საკუთარ შიდა პროდუქციას და ოღონდ პარალელურად ეცდება, რომ დოლარი დატოვოს მსოფლიოს სარეზერვო სიმძლავრედ. ცოტა ურთიერთგამომრიცხავი მოცანებია. და ამაზეც კონფლიქტში შევა ქვეყნებთან, რომლებიც ამის გადახედვა შეეძლო. კონფლიქტი უკვე მიმდინარეობს, იმიტომ რომ მაგალითად ტრამპმა რო დაუწესა ჩინეთს ეგ სანქციები. ჩინეთმა, რავი,
ისე ლიბერტარიანელები ჩვენს დაგიწესებთ. ლიბერტარიანელები და free market-ის ადეპტები რას ამბობენ ამაზე? ეგენ ჩუმად არიან, არ იმჩნევ. ანუ ტრამპი მე გირჩის განცხადება ამაზე არ ვინახია, არ ვიცი, ალბათ კომუნისტად გამოაცხადება. შეიძლება იტყოდნენ რაღაცას იტყოდნენ, მაგრამ აი მე გეტყვი რას თქო, რომ ამაში არ ვეთანხმებით, მაგრამ ისე კაიგაცია. კი, მაგას იტყოდნენ. ეს არის მაგის ყველაფერში აი გენერალური ხაზი ეს არის რა. ყველაფერში ხო ვერ დაეთანხმდე, ყველაფერში ჩვენ თავს არ ვეთანხმობ. ხო იცი, გამოთქვა რა, არ ვიცი, ანაირად არის თანხმები შენ თავს. არა მე რა მაინტერესებს. ეხლა ჩინეთს ხო დაადეს სანქციები. ტრამპა დადო მაგასთან დაკავშირებით პოსტი, ჩინეთმაც საპასუხოდ რომ და გავიგეთ რომ საპასუხოდ ჩინეთმაც 34%-იანი ტარიფები როგორც ჩვენ დავადეთ იმათაც აქეთ ვიპასუხოთ. ეგრე როგორ შეიძლება ეხლა მე რო იმას დავადე იმან აქეთ რატო დამადო? და ამას ჩვენ არ მოვითმენთო და ეგრეთ შევიწროებას ისედაც გვავიწროვებდი და ისედაც სუდღეში ვამყოფებდი და ამიტომ ესე შევიწროებას არ ავიტანთ და ამიტომ ამერიკა დამატებით 50%-იან ტარიფებს გლიჯავ თქვენ და ამის შემდეგ უსამართლობა აღარ იქნება, ყველას თავის მიეზღუება თავისი, რასაც დაგვიმატებთ, იმაზე დიდ ტარიფები დაგემატებთ. ანუ თქვენ არ უნდა დაგვადოთ ტარიფები, ტარიფები უნდა დაგადოთ მარტო ჩვენ უნდა დავადოთ ყველას ტარიფები, გარედან ვერ უნდა შემოიტანოთ პროდუქცია, შიგნით ჩვენსაც ვაწარმოებთ, მთელ დანარჩენ სოფლიოს სხვათა შორის ეს რას ნიშნავს? თამაშის წესები როგორ არის, იცი რომ აი მე რო შენთან ვყიდი მაგას ტარიფები არ დაადო, მაგრამ შენსას მე დაუბეგრავ. კი. სამართლიანობა როგორ არის? მე რო ვხეირობ, ეგ არის სამართლიანობა ხალხო, რომ აი ამერიკამ ტრამპმა რა თქვა ეხლა ჩვეულებრივად და ვისაც არ ესმის რა. არანაირი წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი არ არსებობს. მე რაც მაწყობს არის სამართლიანი და თქვენ რაც გაწყობთ ეგ უსამართლოა. და თან ზოგადად ის აზრი, რომ ყველაფერი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს და არ უნდა იყოს ტარიფები. ეგ იყო ამერიკისგან წამოსული აზრი. ამერიკა როცა იყო დომინანტი, როდესაც აწყობდა ამერიკას ეგ პოლიტიკა, მაშინ ამერიკამ ყველა დაარწმუნა, რომ საერთოდ ეს ტარიფები რა სიბნელეა ეს ტარიფები, ხალხო პროგრესი რატო აკეთებდა მაგ რა ხდება საერთოდ? ნახე ჩაკეტა თავისი ბაზარი. და ხო, თუ მაგი ხო თავისუფლებაა, ჩაკეტა თავისი ბაზარი. მაგრამ საკითხი ჯერ ერთი უნდა აიხსნას, რატო დადგა ეგრე, რა მომენტში ჩაკეტა ბაზარი. ვიღაც ხვებიც გაჩნდნენ ისეთები, რომლებიც იმდენს აწარმოებენ, რომ ამისი ეკონომიკური უპირატესობა და სავაჭრო უპირატესობა არათუ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, არამედ მოწინააღმდეგეებს გაუჩნდათ სავაჭრო უპირატესობა. მანამდეც იყვნენ, რა თქმა უნდა, ქვეყნები, რომლებიც ამერიკაში ეფექტურად ვაჭრობდნენ და მდიდრდებოდნენ ამერიკასთან ვაჭრობის გზით. ოღონ ეგენი იყვნენ მოკავშირეები. მან ქვეყნებს არ ჰქონდათ ასეთი უპირატესობა, მაგრამ მდიდარი ქვეყნები იყვნენ. და ეგენი სწორედ მოკავშირეობა მაგათ იდგა მაგაზე, რომ სარფიანი იყო ამერიკასთან ასეთი თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთობა, ევროპის ქვეყნები, იაპონია. თავის სუვერენიტეტს მაგაში ცვლიდნენ, რომ ძალიან სარფიანი იყო ვაჭრობა, ძალიან გამდიდრდნენ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობით. ოღონდ ეს ქვეყნები სანაცვლოდ აძლევდნენ დოლარს, ძალიან ბევრი დოლარს ყიდულობდნენ სარეზერვო რესურსად იყენებდნენ დოლარს და სოფლიოს სარეზერვო რესურსად იქცა და ამერიკის გეოპოლიტიკურ ინტერესებს მდგრადი გამტარებლები იყვნენ ამერიკის გეოპოლიტიკურ ინტერესებში. თუ ეს იხსნება, ანუ მათი ეს ბენეფიტები, რომ ამერიკა არაფერს აღარ ამდიდრებს ამ ქვეყნებს, აღარ ავაჭრობა არათანასწორ უფლებიანი გახდა, უნდა გვესმოდეს, რომ ამათი მოკავშირეობა დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ზედმეტად ძვირი გახდა მაგათი მოკავშირეობა. ხო, და ამათი ინტერესი, რომ ეხლა იმისი გეოპოლიტიკური ინტერესები გავატაროთ, დრამატულად შეირყა. ამათი ინტერესი, რომ მე გავხდე ავტონომიური გეოპოლიტიკური მოთამაშე, რატო გაიზარდა? რადგან ამერიკას კითხვა გაუჩნდა, ვარ კი უკვე თანასწორი კი არა, სარფიანი მებრძოლი ამ თავისუფალ ვაჭრობის სისტემაში, ვიღაცა ისე ვაჭრობს ეხლა ამ პროცესში ჩემთან, რომ
მე ნაკლებს ვაჭრობ და ვაგებ, ეგ ნიშნავს, რომ მან მხოლოდ თავისი ბაზრის ჩაკეტვით კი არ შეუძლია ეს პრობლემა მოაგვაროს. დანარჩენ ნაწილში მსოფლიოსი ვინ უფრო წარმატებით ივაჭრებს, ანუ ისიც ჩაგიკეტავს თავისა, შენ ჩაუკეტავ. შესას ეხა საბრძოლი ხდება დანარჩენი ნაწილი. პირობითად ჩინეთსა და ამერიკას შორის ევროპა. ამერიკასა და ევროპას შორის პირობითად ჩინეთი, რუსეთი, ხო? დანარჩენი ბაზრები, დანარჩენი სავაჭრო ნაკადები, სავაჭრო მიმართულებები, გზები იქნება ბრძოლის ობიექტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევდივართ ახლა სავაჭრო ომის ეტაპზე, სადაც ერთმანეთს კი არ ჩაუკეტავენ მხოლოდ. აი ახლა დანარჩენ ნაწილს ვინ აითვისებს და აი როცა კითხულობდნენ გრენლანდია რა ხდება კაცურაშუაში. გრენლანდია არის ერთ-ერთი არქტიკის საზღვაო ეს მიმართულება, რომელიც დათბობა გლობალურ დათბობასთან ერთად იხსნება და უფრო აქტიური ხდება, მაგის ათვისების ეფექტური აუცილებელი გეოპოლიტიკური ლოკაცია. დაიწყება ჭიდაობა დანარჩენი მსოფლიოს ათვისებაზე და გამწვავდება ბრძოლა მათ შორის ჩვენნაირი სატრანზიტო ქვეყნებისთვის. პოტენციური მოკავშირეებისთვის. მოკავშირეების ახალი კონფიგურაციების დალაგების პროცესის მომსწრენი გავხდებით. და ეს პროცესი იქნება კივნეული, კონფლიქტებით ახსავსე და ძალიან სახიფათო იმ მცირე ქვეყნებისთვის, რომლებიც ასე ვთქვათ, გზაზე იქნებიან აი ამ სავაჭრო გზების. ეს არის პოტენციური მომავალი ამ პროცესის, რომელსაც